მოგესალმებით, ნუცა თავარი ნაძვისხე ჩანს ჩემს უკან, თუმცა მე ამ წამს ვიმყოფები ყინულის მოედანზე და ვცდილობ აი ამ მოყინულ ზედაპირზე სრიალის სწავლას. რამდენად გამომივა ამას ამ წუთას მე თქვენ არ განახებთ, თუმცა გეტყვით რომ ეს ადგილი ყინულის მოედანი პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყველაზე ჯადოსნურ საშობაო სოფელში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ადგილი გახდა, სადაც ალბათ ახლა მაყურებელი ნახავს იმ კადრებს, რომელიც ჩვენ ღამე გადავიღეთ, არ წყდება ხალხის ნაკადი, რამდენიმე საათში აი აქ დაიწყება ხალხის მოსვლა და პირველი სადაც ისინი იკავებენ ადგილს არის სწორედ ყინულის მოედანი და თუ რატომ აი ამაზე ძალიან კარგად ახლა გაგვესაუბრება, მე ვერ მივსრიალდები, მაგრამ თვითონ მომიახლოვდება ნიკა ქადაგიშვილი, რომელიც გვეტყვის თუ რამდენად ყварებიათ ეს სპორტის სახეობა ჩვენს ქალაქში მაცხოვრებლებს, რომელიც საშობაო სოფელში გახდა ყველაზე აქტუალური ეს ადგილი. მე ცოტა გამომივიდა, ხო? როგორ ხდება სწავლა ამის აქ? გამარჯობა, მოგესალმებით. მინდა ვთქვა ის დაუღნიშნო, რომ როლიკებზე ვინც დგომა უფრო უმარტივდება და რა თქმა უნდა, უკვე 3-4 წელია ყოველ წელს სახაზო პერიოდში კეთდება ყინულის მოედანი და ძალიან იმდენი სრიალა რო დაიღალა. დედბაში ძალიან დიდი აჟიოტაჟი ხდებიან და ძალიან უხარიათ, უფრო პატარებს უხარიათ და ძალიან მოთხოვნადია ყინულის მოედანი. რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება, თუმცა ვხედავთ, რომ აი ვისაც ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა, აქ დილიდან ცდილობს რომ მოვიდეს და რაღაცნაირ ვარჯიშებსაც კი ასრულებენ იმისთვის, რომ არ ჩამორჩნენ ხომ დღის თავარ მოვლენას. კი, რა თქმა უნდა. ის მინდა აღვნიშნო, რომ ყინულის მოედანი არის სრულიად უფასო და ყველა მოსულს აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ ძალიან დიდი სიამოვნება. კი, რა თქმა უნდა. აქ იმ ხელარიგებია ხოლმე. ვისაც გაქვთ სრული, სრულიად ყველა შეგძლოთ მორწონით და ჩადგეთ რიგში, უფასოდ ციგურებიც გვაქვს ჩვენი, თვითონ მოხვიდეთ და ისიამოვნოთ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა უნდა გადავინაცვლოთ ერთმანეთთან მერის ღონისძიებების სამსახურის უფროსიც გვერდდება სწორედ ყინულის მოედანზე, ნინუცა ბუცხრიკიძე. მოგესალმებით, ნინუცა, მოგიახლოვდები. კი, დიდი მადლობა, რომ ამ გამოწვევაში თქვენც ჩაერთეთ და გარდა ყინულის მოედნისა, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია საშობაო სოფელი, სადაც ალბათ ყველაზე მეტად იქმნება ეს ჯადოსნური განწყობა, საახალწლო საშობაო. რა გველოდება აქ აი ამ ლამაზი ნაძვისხის ფონზე? ნამდვილად ყინულის მოედანზე ერთს იმას დავამატებდი, რომ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ხარისხი თვითონ ყინულის იყოს გაუმჯობესებული და მე მგონი გამოგვდის და წლევანდელი წელი და წლევანდელი ყინულის მოედანი განსხვავებულია მასშტაბით, ვიზუალითაც, ანუ შეფუთვაც განსხვავებული და ძალიან მასშტაბური და ლამაზი არის და რა თქმა უნდა თვითონ ხარისხით ყინულის რაც აისახება მსურველების რაოდენობაში, მათ შორის პროფესიონალების, იმიტომ რომ პროფესიონალებისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღია ცის ქვეშ ამ სასიამოვნო გარემოში თავის საყვარელი საქმით დაკავდნენ. რაც შეეხება თვითონ საახალწლო სოფელს, იცით რომ ყოველდღიურად სამუშაო დღეებში 12 საათიდან, დილის 12 საათიდან, ხოლო უქმეებზე და ეხლა უკვე დასვენებებს და არდადეგებზე 2 საათიდან არის აქტიური სოფელი გვიან ღამის 12 საათამდე. ჩვენ ყველა აქტივობა დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, როგორც ყოველ წელს და ტრადიციულად. დღის პირველი ნახევარი თავისთავად ეთმობა პატარებს, პატარა არტისტები პატარებისთვის მართავენ ყოველდღიურად კონცერტებს. რა თქმა უნდა, სანტა თავის ელფებთან ერთად 7 იანვრის ჩათვლით დაელოდება პატარებს თავის სახლში და ვორქშოპში, სადაც შეუძლიათ რომ ასევე ტრადიციულად თავის ხელით დაამზადონ საახალწლო აქსესუარები და რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ თან წაიღონ. აქ დახვდებათ პატარებს არაჩვეულებრივი ატრაქციონების პარკი. ვორქშოპები განსხვავებული, გარდა სანტასი გვაქვს კიდევ რამდენიმე ვორქშოპი, რადგან სივრცე არის საკმაოდ დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი სანტას თბილის სახლიც, ხო? სანტას თბილის სახლი თავისთავად და საახალწლო მარკეტი, რომელიც დიდებს პატარებს, არავის და ტურისტებს განსაკუთრებით არტოვებს გულგრილს, ასე ვთქვათ, და არაჩვეულებრივი, მათ შორის ქართული სამზარეულო და არა მარტო ქართული არის წარმოდგენილი ამ სივრცეში. და ყოველდღიურად საღამოს კონცერტები სხვადასხვა ჟანრის, რომელიც 8 საათზე დაიწყება ყოველდღიურად. და აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ რჩება ყინულის მოედანი და 7 იანვარს საზეიმოდ დაიხურება და 1 წლით დაემშვიდობება ვიზიტორებს ჩვენი საშობაო სოფელი, მაგრამ 14 იანვრის ჩათვლით იქნება გამონაკლისი და ყინულის მოედანი დარჩება აქ, რადგან ასეთი დიდია მოთხოვნა, ამიტომ ყველას ველოდებით დიდებს პატარებს, ადამიანს ვინც ჩვენსავით პირველად ან მეორედ დგავართ, ასე ვთქვათ, ყინულის მოედანზე, პროფესიონალი ადამიანები დაეხმარებიან და ნამდვილად საოცარი გამოცდილება, ამიტომ ყველას გელოდებით 14 იანვრის ჩათვლით. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას
გისურვებთ და დამდეგს გილოცავთ. ასევე ვულოცავ დამდეგს თქვენ მაყურებელს პირველ რიგში და თქვენ მთელ გუნდს. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ გემშვიდობებით მე საახალწლო სოფლიდან მე შევეცდები რომ შევუერთდე აი ამ პროფესიონალებს და ვცადო რამდენად გამომივა ამას უკვე რომ მოვალ სტუდიაში მე მოგიყვებით და წინასწარ გილოცავთ ახალწელს ყველაფერს კარგს გისურვებთ.